მოგესალმებით. გამჩენის წყალობით ჩვენ ვაგრძელებთ პირკეოთის შესწავლას. ჩვენი გაკვეთილი იყოს בעזרת השם לעילוי נשמת שלום בן חיים ויהושע בן יוסף. გავჩერდით ჩვენ პირველი თავის მეექვსე მიშნაზე, გვასწავლის მიშნა. יהושע בן ברכיה וניתן הרבה כבלומיהם. יהושע בן ברכיה იყო მოსწავლე იოსებ ბენ იოხანან, წინა მიშნა რომელიც გავიარეთ, იმის მოსწავლე იყო და ბრძანებს ასე ლეხარავ, ასე ვთქვათ, შექმენი გააკეთე, რა თქმა უნდა, სხვა აქ იგულისხმება შევიძინოთ რაბი. უკანალეხა ხავერ და ყავდეს უნდა ჩვენ მეგობარიც והבאתן את כל אדם לכף זכות. תתקוס ასე თქვათ დასაწყისში მოიყვანა სამი მაგალითი მოყავს, რაც ადამიანს სჭირდება ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან დაშორებული, ასე თქვათ, თემა გქონია ჩვენ, მაგრამ ხედავთ, რომ ერთ მიშნაში ერთად, ასე თქვათ, შეერწყმული ეს სამი საკითხი. პირველი, რომ უნდა ჩვენ გყავდეს რაბი, ცხოვრებაში გყავდეს რაბი, ასე თქვათ, მინიმუმ ჩვენ გვჭირდება ორი საკითხში ადამიანს სჭირდება რაბი. მეორე უნდა გყავდეს ჩვენ მეგობარი, აქ იგულისხმება თორის სწავლაში. მეგობარი უნდა გყავდეს ჩვენ თორის სწავლაში. როცა ადამიანი ნებისმიერ საკითხს სწავლობს თორაში, უნდა გყავდეს იურითულად თქვენ მაგას ხევრდა. ხავერ გყავდეს მეგობარი და მესამე რომ ყველა ადამიანს ჩვენ გამსჭირდეთ კარგი მხრივ. როგორ დავიწყოთ და გამიხილოთ ეს პატარა მიშნა, მაგრამ ასე თქვათ, ბევრი ნუანსებია შიგნით, თვითონ მიშნაში. გვასწავლის თორა, რომ ამბობს რაბი იოშუა ბენ ბერახია ბრძანებს. ჩვენ რომ გვყავდეს რაბი, ზოგადად შეგვიძლია ადამიანმა დასვა შეკითხვა, ნუ რა თქმა უნდა რაბი. ხო? ასე ნიშნავს მე რაბი მყავდეს. რატომ არ მყავდეს რაბი? როგორც ჩვენ ვახსენეთ, ჩვენ გვჭირდება ადამიანს სჭირდება რაბი მინიმუმ ორ საკითხში. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს სხვა საკითხების და სხვა კომპეტენტური ასე ვთქვათ, რაბი გვჭირდება სხვადასხვა საკითხებში, მაგრამ სისტემატიური ორი რაბი ადამიანს გვყავდეს ცხოვრებაში. პირველი ეს რომ ჩვენ თორა გვასწავლოს და ადამიანს უნდა გყავდეს, ანუ რაბი არ იგულისხმება უბრალოდ ვინც თორას გვასწავლის, არამედ ვინც ჩვენ გვასწავლის ცხოვრებაში ასე ვთქვათ კანონებს. როგორ უნდა შევასრულოთ ასე ვთქვათ თორა, რადგან რაც ჩვენ ჩავიხედოთ თორაში, არის ბევრი განხრა. იგივე ავიღოთ სეფარადული ასე ვთქვათ მიმართულებით ებრაელები არსებობენ. არის აშკენაზური როგორც ასე ვთქვათ პრო ევროპასთან ასე ვთქვათ დაახლოებული ასე ვთქვათ ჯამაათები არსებობენ და იქაური მინჰაგები და იქაური წესები განსხვავდება სეფარადებისგან. აშკენაზური ასე ვთქვათ თემისთან დაკავშირებული ებრაელები არის ასევე ჯამაათები, რომლებიც მიყვებიან ასე ვთქვათ ხასიდურ ასე ვთქვათ კანონებს. არიან ჯამაათები, რომლებიც მიყვებიან მაგალითად ხაბადნიკურ ასე ვთქვათ კანონებს, ლუბავიჩის ასე ვთქვათ რებეს ასე ვთქვათ გადმოცემული თორის კანონებს. არის ბევრი მიმართულება. არ არის უბრალოდ ერთი მიმართულება და თვითონ ამ მიმართულებაშიც კიდევ ბევრი მიმართულება. იგივე მაგალითად ვიღოთ, რომ უმეტესობა ქართველი ჯამაათებისა ჩვენ ვართ სეფარადული მიმართულებით ასე ვთქვათ ჯამაათები. მაგრამ თვითონ სეფარადებშიც არის ბევრი მიმართულება. იგივე ვიღოთ მაგალითად ვიღოთ არის ბენ იშხაის მიმართულება, არის რავადე იოსეფის მიმართულება, არის რაბენ ბენციონა ბაშაურის მიმართულება. ბევრი ასე ვთქვათ განხრებიან. ამიტომ თორა გვასწავლის რა, ეს იდეალურია, თორა გვასწავლის რჩევას, ერთი აიყვანე და ერთი გყავდეს. რო არ იყოს ასე ვთქვათ ადამიანი, იმიტომ რომ არის თორაში კანონი, რომ ერთი რაბის მიხედვით შეიძლება იყოს რაღაცა კანონი. არა მიზანში წონილი, მეორე იძახის რომ ვთქვათ ეს იდეალურია. როგორ უნდა დავიჭეროთ, ვთქვათ, როგორ უნდა ავიღოთ განსხვავება. ამაზე გვიწერს შულხან-არახის და თორას გვასწავლეს და მიშნას რომ ყავდეს ერთი რაბი და მივყვეთ ყველა მიმართულებით. ხო? გაადვილებს
ასე ვთქვათ, ეგ ჩემი რაბის ასე ვთქვათ, მიმართულება გაადვილებს რაღაც საკითხში მეც გავადვილებ, თუ რამეში ასე ვთქვათ, რომ კაცრი იქნება საკითხში მეც გავამკაცრებ. შესაძლოა მე მექნება რა ერთი მიმართულება და რო ყავდეს ადამიანს ვთქვათ, ხუთი მიმართულება გას. თუ რა გვიწევს რა ყავდეს ერთი რაბი. ერთი მიმართულება და არა ვთქვათ, იგივე მაგალითად რაღაც შაბათის საკითხებში, შაბათის კანონებში ყავდეს ერთი რაბი, ფესახის კანონებში მეორე რაბი, სუქოთის დღეს სწავლში მესამე რაბი და ჩვეულებრივ დღეში ვთქვათ მეოთხე რაბი, ხო? ანუ იქნება გაუგებარი, იმიტომ რომ შეიძლება ხანდახან ერთმანეთს უკვე დაუპირისპირდება ეს კანონები. თუ რა გვასწავლის რა, ამოვირჩიოთ ერთი მიმართულება, ერთი მასწავლებელი ყავდეს და ერთი მიმართულებით წავიდეთ და იქნება ადამიანი ისე ვთქვათ, ასე ვთქვია, მუშლამ, მთლიანი, ასე ვთქვათ, მოწესრიგებული. მეორე რასაც გვასწავლის თორა რომ ჩვენ ყავდეს რაბი, ეს არის ასე ვთქვათ, ცხოვრებსმეული კანონების ანუ მრჩეველი, ასე ვთქვათ, გადავთარგმნოთ, რაბი რომელიც ჩვენი ასე ვთქვათ, მეგობარივით არის და არა რომ ასე ვთქვათ, კანონებს გვასწავლებს, არამედ ცხოვრებაში გვანახებს სწორ გზას. რადგანაც ბევრი მაგალითებია მოყვანილი ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, რაბებთან დაკავშირებით, რომ ადამიანს ნაღდათ ერთში უნდა ერთ გზაზე წასულიყო და გადაწყვეტილი ქონდა, მაგრამ რაბმა მეორე ორჩია და დაინახა რომ რაბმა უფრო მეტი გამოცდილება აქვს, უფრო მეტი ხალხთან ურთიერთობა ქონდა, უფრო მეტი მაგალითები აქვს ცხოვრებაში, როგორ რა მოიქცეს და უფრო ასე ვთქვათ, შეიძლება ადამიანმა თქვას რომ რა იცის რაბმა ჩემზე მეტი და რაში შევიკითხო და რჩევა მიიღო, ამიტომ რო გვასწავლის რომ არა, რაბი, რასაც ეწოდება ნაღდათ რაბი და გამოცდილია ცხოვრებაში და მეტი თუ რა იცის, მეტის დანახვა შეუძლია და მეტის რჩევა შეუძლია, ვიდრე ჩვენ დღეს შეგვიძლია რამეში ასე ვთქვათ გადაწყვეტილება მივიღოთ. ამიტომ გვასწავლის თორა, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს რაბი, ვინც გვირჩევს და დაგვანახებს სწორ გზას, გარდა თორის კანონებისა და თორის სწავლისა. მეორე ეს არის რა, როგორც ჩვენ ვახსენეთ, რომ ეს არის ხავერ, ეს არის თორის მეგობარი და ასე ვთქვათ, მოკავშირე, რადგანაც ბევრი მაგალითებია თორაში მოყვანილი და ერთ-ერთი რაც არის ასე ვთქვათ, ცნობილი, გავრცელებული გემარა ბრძანებს, მიშნაც არის მოყვანილი მაგაზე, რომ რაბი ოხალანი ბრძანებს, რომ ყველაზე მეტად ვისგან ვისწავლე თორა, ეს არის მოსწავლე. ეს არის მოსწავლე და ეს არის ჩემი მეგობარი. რომ ასე ვთქვათ, შეიძლება ადამიანს ჰქონდეს რაღაცა დონე, რაც თორის დონეს მიაცოდნას მიაღწია, მაგრამ ყოველთვის სხვა ადამიანი უფრო შეგუმატებს მეტ სიბრძნეს. ამიტომ არის ნათქვამი, რომ თორაში არის ბევრი აზრი, ბევრი საკითხები, რაც უნდა ადამიანმა განიხილოს და კარგია ყოველთვის ადამიანმა ისწავლოს მეგობართან ერთად. ასევე არის რომ ჩვენ დავამადლიანებთ სხვა სწავლაში, ასე ვთქვათ, ჩვენ აზრზე დავამადლიანებთ, ჩვენ გამოცდილებას გავუზიარებთ და ის გაგვიზიარებს ჩვენ გამოცდილებას, ანუ ყველაზე მინიმუმ ერთ ადამიანთან მაინც ისწავლოს ადამიანმა თორა, რაც უფრო მეტთან ისწავლის და მეტი ესე ვთქვათ მოკავშირე ეყოლება თორაში, რა თქმა უნდა, ეს უფრო გაურღმავეს და ასე ვთქვათ, შეძენს ადამიანს უფრო მეტ სიბრძნეს. და მესამე როგორც მოყავს, ასე ვთქვათ, მიშნას როცა ადამიანს ეყოლება რაბი, როცა ადამიანს ექნება სწორი გზა ცხოვრების ხედვას და ასე ვთქვათ, როგორ უნდა შევხედოთ ცხოვრებას, როგორ უნდა განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, იმის მიუხედავად რომ შეიძლება ჩვენ მიგვაჩნდეს ერთი რამე სწორი და რაბმა სულ სხვა გზა დაგვანახოს და ნახდათ ის გზა უფრო სწორი იქნება და იმიტომ ჩვენ შეიძლება დავინახეთ და დაგვანახა და ასე ვთქვათ, დაგვამადლიანა რომ უფრო მეტად წინ წავსულიყავით ცხოვრებაში. მოდის შემდეგი მესამე რამე და ამბობს მიშნა რა, მაგის შემდეგ როცა ჩვენ სწორი თორის სწავლა გვექნება, ამბობს მიშნა, რომ ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ ყველა ადამიანი გამსაჯოთ კარგის მხრივ. რადგანაც თორაში ასე ვთქვათ, ხედვა და განსაჯოთ ყველა ადამიანი კარგის მხრივ, თორა წეს რომ ადამიანმა თუ თორ არის სწავლა, ძალიან გაუჭირდება მაგის შესრულება. რადგანაც ადამიანს შინაგანად ყველაფერზე დაფუძნებული, ასე ვთქვათ, ხედვა აქვს და ყველანაირ უფრო მეტ ნეგატიურობას განიხილავს და მასზე უყურებს, ასე ვთქვათ, ადამიანს ნებისმიერ სიტუაციაში, ვიდრე დადებითად. ესე წეს თორა. იგივე მოყვანილია ასე ვთქვათ, პირველ თაობაზე ადამიანი შექმნა გამჩემა და შემდეგ გამოდიიმე თაობის შემდეგ გამჩემა დაწერა თორაში რა, რომ
ადამიანის აზროვნება უფრო როვ, ეგეც წერია, უფრო ცუდის მხრივ აქვს ხედვა ვიდრე კარგის მხრივ. ამიტომ გამჩენი გვასწავლის რა მიშნა წერს რომ თუ ადამიანმა თორ არის სწავლა, თუ ადამიანმა კაი მხრივ ასე ვთქვათ არ შემოაბრუნა თორის მეშვეობით ხედვა უფრო მეტ შემთხვევაში ექნება ცუდი ხედვა ადამიანზე ვიდრე კარგის მხრივ. ამიტომ თუ რა გვასწავლის რა ყოველთვის უნდა შევეცადოთ ნებისმიერ საკითხში და ეს ერთ-ერთი ასე ვთქვათ ძნელი რაბები წერენ მიდაშიც რომ ერთ-ერთი ძნელი რამეა ადამიანის ცხოვრებაში რომ გამსდაჯოთ სხვა ადამიანი კარგის მხრივ. რომ ყოველთვის უნდა მოუძებნოთ შევეცადოთ კარგის მხრივ ასე ვთქვათ გამართლება ადამიანს ნებისმიერ საკითხში რაც არ უნდა ჩაიდინოს. შეიძლება ადამიანმა დავინახოთ და რამე ასე ვთქვათ ცოდვა ჩაიდინა, ან რამე ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენა. ანუ ნებისმიერ ეს ძნელია როცა ადამიანმა ასე ვთქვათ იფიქროს რომ ადამიანმა ასე ვთქვათ ესეთი ცუდი რამე ჩაიდინა და მე კარგის მხრივ გამსაჯო, მაგრამ თუ გვასწავლეს რა რომ არასოდეს არ განსაჯო ადამიანი ცუდად, რატო? ორი მიზეზი მოყავს მაგაზე, წერენაბები მიდრაშიც და კომენტარებში რავადე ბარტანურად წერს რომ ორი რამე შეიძლება ადამიანმა არიცოდეს და მაგიტომ განსაჯოს ცუდად. ერთი რომ ის არ არის მაგ სიტუაციაში, ადამიანი შორიდან რაღაცას ხედავს, რაღაცა დააშავა, ან მით უმეტეს ჩვენ თუ დაგვიშავა, რა სიტუაციაში იყო, რა გააკეთა, ნახდათ მაგის გაკეთებულა თუ არა, ხანდახან იგივე წინამისშიც რო განვიხილეთ და კიდე შემდეგში მიშნებშიც ასე ვთქვათ განიხილავს თორა მაგას რომ ადამიანი ხანდახან ჩვენ გამსდაჯავთ სხვაზე, სინამდვილეში ის ადამიანი არ ყოფილა მან და მისი სახელით გავრცელდა, ან მისი ასე ვთქვათ ვიღაცა შეიძლება მოგვატყუა კიდევაც მაგასთან მიმართება შევასკოთ ესეთი და ესეთი ადამიანია და სინამდვილეში ვაფშე ყოფილა და მე შევიცვალე ასე ვთქვათ აზროვნება მის ადამიანის მიმართ რადგანაც რა ცუდად ვიფიქრებ რომ იმანი მითხრა მე ცუდი, ესე იგი ის მართალია და ამიტომ ეს ცუდია. სინამდვილეში თუ როგორ სწავლეს რა ჩვენ არ გვინახია ეს ყველაფერი ჩვენ ის რა სიტუაციაში იყო ნახდათ ასე ვთქვათ მან ჩაიძინა თუ არა დაუჯერო თუ არა ეს ყველაფერი და ამიტომ თუ როგორ სწავლეს რა ყოველთვის ერთი რამე იფიქრე სანამ შენ არ დაწმუნდები და სანამ შენ არ დაინახავ და ასე ვთქვათ მის სიტუაციაში არ დაინახავ რა გააკეთა და როგორ გააკეთა შესაბამისად თუ როგორ სწავლეს რომ არ დაიჯერო და განსაჯე ყველა ადამიანი კარგის მხრივ და მეორე თუ როგორ სწავლეს რა რომ მეორე რამეს რაღაცას გვასწავლის თორა რომ ერთ რამეს გვასწავლის მოშე რაბეინოზე რომ ჩამოვიდა მოშე რაბეინოს სინაის მთიდან როცა თორა მივიღეთ და როცა უკვე ამ ებრაელმა შევწოდეთ ჩვენ ოქროს ხობოსთან დაკავშირებით ერთი რამე პატარა მონაკვეთი წერია რომ მოშე რაბეინო ჩამოვიდა და ასე ვთქვათ გაბრაზებული რომ ასე ვთქვათ ისრაელის ერმა როგორ შევწოდეთ ეგეთი რაღაცა და წერენ რაბები რომ გამჩემა თქვა რომ რატო გაბრაზდი? კი შეიძლება ცუდი ჩაიდინეს, კი ასე ვთქვათ რა თქმა გამართლება არ ქონა მოკლედ ასე ვთქვათ მაგ საკითხს, რაც ჩვენ ჩავიდინეთ და ოქროს ხბო გავაკეთეთ, მაგრამ მოშე რაბეინოს საკითხები გამჩენია შენ რატო გაბრაზდი? მე შემიძლია გავბრაზდეო გამჩენი ძახის რადგანაც გამჩენი ადამიანი არ არის. მაგრამ შენ ადამიანი ხარ და რატო გაბრაზდიო? რატო ჩაეთვალა მაგაში? თითქოს ანუ მოიხსენებია რაბები თითქოს ეს ცოდვა შეეთვალა რომ მოიხსენებია რაბები რომ თითქოს ცოდვა არ იყო, მაგრამ გამჩენისთვის მიუღებელი იყო მისი გაბრაზებაო. რატო? ერთ-ერთი ახსნის მიხედვით რომ მოშე რაბეინოს უთხრა გამჩენმა რომ შენ არ იყავი იქაო. შენ მაგ ეს რაც გადაიტანეს ისრაელის ერმაო ებრაელებმა შენ იქ არ იყავიო. და როგორ შეიძლება შენ გაბრაზდე იქ სადაც შენ არ იყავიო? შენ ყოფილიყავიო მაგით ადგილზეო, შეიძლება იგივე ცოდვა ჩაგედინაო. ამიტომ გვასწავლის თორა რა ამ მოშე რაბეინოს მაგალითიდან, რომ სამ სხვას გამსჭით ჩვენ რო ვიყოთ მაგის სიტუაციაში როგორ მოიქცეოდით. შეიძლება ბევრად უფრო მეტი ცოდვა ჩაგვედინა იმ ადამიანის ადგილას. იმას შეიძლება ერთ რაღაცაში შეცდეთ, ერთ რაღაცაში დაუსვა შეცდომა, მაგის ადგილას შეიძლება ჩვენ ხუთ რამეს დაუშვებდით შეცდომას და სხვები სხვანაირად შემოგხვედავდნენ და სხვანაირად გაგვიჩნდნენ, რადგანაც ჩვენ ახლა გამსჭით მაგ ადამიანს ცუდია,
არასასიამოვნოდ მოიქცა, შეიძლება რაღაცას ვთქვათ, 1000 რაღაცა ვიფიქროთ, ეს რა ადამიანი ყოფილა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გამჩენი გონება რა, არასოდეს ხვალ გასწრა შენ ცუდად, რატო? არ იცი შენ მის სიტუაციაში ყოფილიყავი, რას გააკეთებდი. ეგ უთხრა გამჩენმა მოშე რაბინოსაც. თქმა უნდა ეს ასე ვთქვათ, უმეტესობა რაბების მიერ კომენტარების მიხედვით ის მოშე რაბინოს ცოდვაში არ ჩაუთვალა გამჩენმა რომ გაბრაზდა. შენ გაბრაზებული ყოფილიყო, მაგრამ გამჩენმა სხვა მხრიდანაც უთხრა რა, რატო ბრაზდები? შენ არ იყავი იმ სიტუაციაში. შენ იქ რო ყოფილიყავი ებრაელებთან ერთად, შეიძლება შენ შეგეცოდაო სხვა რო ყოფილიყო თქვათ მოშე რაბინო, ანუ სხვას მიეღო თორა და მოშე რაბინო იქ ხალხთან ერთად ყოფილიყო სინაის მთასთან, ხო? თორეს ასე ვთქვათ, მაიღების შემდეგ რომ 40 დღე იყო ასწავლე. ამიტომ თორე გვასწავლის რა, ყოველთვის ადამიანი დაფიქრდეს. სანამ სხვას გასჭის, სანამ სხვას ჩვენ რაღაცას ვეტყოდით, ან შეიძლება გულში გავიფიქროთ, ან შეიძლება ჩვენ სხვა ასე ვთქვათ, შთაბეჭდილება შევეცვალოთ ადამიანზე. ნახდათ ის იყო პირველ რიგში, ნახდათ მაგის გაკეთებულია. თუ ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები და არ ვართ მაგის მოწმეები, როგორ შემიძლია მე აზრი შევიცვალო სხვის ნათქვამის გამო. და მეორე კიდე უცებ რო გვასწავლეთ, არავინ არ ვიცით. მაგრამ მაგ ადამიანმა რომ ეხლა რაღაცაში შეცდომა დაუშვა, ან ცუდი რამე გავიგე მაგაზე, ან თუნდაც ჩემი თვალით დავინახე რომ რაღაც გააკეთა, მე რო ყოფილიყავი მაგის ადგილზე, არ შევცოდავდი? არავინ არ ვიცით. შეიძლება იმათ თუ ერთმანეთში შეცდოდა, ეს შეცდოდა, ჩვენ შეიძლება გამჩნდა გუფაროს 2-ზე და 3-ზე და 5-ჯერ რაღაცაზე უფრო მეტი შეცდომა დაგვიშვა. ამიტომ გამჩნდა გომადლიანოს ყოველთვის ერთმანეთი გავსაჯოთ სწორი გზით. ყავდეს ასე ვთქვათ, არჩეული ჩვენი ამორჩეული რაბი, ვინცაც შევიკითხებთ ნებისმიერ ძიმე სიტუაციებშიც, რა მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ, რა ასე ვთქვათ, ძალაშავდოთ ჩვენ, ასე ვთქვათ, გამჩენის სამსახურში, რომ ყოველთვის გქონდეს ჩვენ კარგი ხედვა, ყოველთვის ერთმანეთს კარგი ვიფიქროთ და გამჩემა ყველა სიკეთეზე დაგვამადლიანოს და მარტო მიცვების შესრულებით და სიკეთის გაკეთებით ასე ვთქვათ, დაგვამადლიანოს მთელი ცხოვრება. ესე კარგად გაგვეტარებინოს. ბედნიერად.